სულ ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ეს დაკავებული 11 პირის საქმეზე მომდევნო სხდომა დაიწყო. Როგორც იცით, საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს და საქმე არის უკვე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე და პროკურატურა წარმოადგენს საკუთარ მოწმეებს. დღეს პროკურატურას ჯამში სასამართლოზე წარმოდგენილი ყავს 7 მოწმე, ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებმა ზიანი მიაყენეს, ისინი დაშავდნენ საპროტესტო აქციების მიმდინარეობის სასამართლო ამ წუთებში ერთ-ერთ ასეთ პოლიციელს უსმენს, რომელიც აცილებაც მოითხოვა საქმიდან ერთ-ერთმა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა, იგი ნიკოლოზ ჯავახიშვილის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატია, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ხოლო ელგუჯა ავსაჯანიშვილის მოტივი, რის გამოც იგი ითხოვდა, რომ არ გამოკითხულიყო მოწმე, არის ის, რომ იგი უკვე სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც მაგალითად სიტყვა წარმოთქვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ და იგი ზოგადად ესწრებოდა სასამართლო პროცესს, ვიდრე მისი გამოკითხვა დაიწყებოდა, რაც სამართლებრივად ადვოკატის განმარტებით არის სრულიად მიუღებელი. დღევანდელი პროცესის დაწყებამდე ჩვენ ბუნებრივია ვესაუბრეთ ადვოკატებს, რომლებიც ამბობენ, რომ დღეს სწორედ ის მოწმე პოლიციელები დაიკითხებიან ამ საქმის ფარგლებში, რომლებსაც უკვე ჩვენ მოვუსმინეთ გუშინ ასევე აქციების ეს დაკავებული 8 პირის საქმეზე, მათ იმ 8 პირს, ვისი პროცესიც გუშინ გაიმართა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. მათ პროცესზე 5 პოლიციელი გამოიკითხა გუშინ და ეს პოლიციელები ამბობდნენ საკუთარ ჩვენებაში, რომ მათ მიიღეს დაზიანება, დაშავდნენ, თუმცა არც ერთ მათგანს არ უთქვამს, არის თუ არა ამ ბრალდებულებს შორის ის ადამიანი, ვინც მათ დაზიანება მიაყენა, ან საერთოდ დაინახეს თუ არა, ვინ დააზიანა ისინი საპროტესტო აქციაზე. იმ პოლიციელებიდან, გუშინ გამოკითხული პოლიციელებიდან სწორედ ერთ-ერთს უსმენს ახლა ამ წუთებში სასამართლო, იგი ჯერ პროკურატურის კითხვებს პასუხობს, ხოლო მოგვიანებით ბუნებრივია დაცვის მხარესაც ექნება შესაძლებლობა იმის, რომ პროკურატურის მოწმეს დაუსვას შეკითხვები, ხოლო როგორც გითხარით, ჩვენ ვესაუბრეთ ადვოკატებს პროცესის დაწყებამდე და როგორც ისინი ამბობენ, აქვთ მოლოდინი, რომ დღეს იგივე მოწმეები, ვისაც გუშინ უკვე სასამართლომ სხვა საქმეზე, თუმცა თითქმის იდენტურ საქმეზე მოусმინა, გაიმეორებენ იმას, რაც თქვეს გუშინ, ანუ იტყვიან იმას, რომ ისინი დაშავდნენ, თუმცა არიციან ამ დაშავების მიზეზი იყო თუ არა ის პირები, ვინც დღეს სასამართლოს წინაშე არიან როგორც ბრალდებულები. ჩვენ შეგვიძლია ამ ადვოკატების ელგუჯა ავსაჯანიშვილისა და ლაშა ცუცქირიძის კომენტარები მოვისმინოთ, რომელიც მათ გააკეთეს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე. დღეს დაიკითხებიან იგივე მოწმეები, რომლებიც წინა პროცესზე გაყოფილი кейსი არის, იყვნენ დაკითხულები, რომლებსაც დაზარალებული სტატუსი აქვთ. აღნიშნულ მოწმეები ვერც იმას ადასტურებენ, თუ ვინ დააზიანა და საერთოდ მათ გარშემო ვინ იყვნენ პიროვნებები, ამის დადასტურებაც უჭირს. დღევანდელი მოლოდინები არის ის, რომ დღესაც მოვლენ მოწმეები, რომლებიც იტყვიან, რომ დაზიანება მივიღეთ, მაგრამ არ ეცოდინებათ ვინ ესროლა და ასევე არ ეცოდინებათ მათ გვერდზე სხვა პოლიციელები ვინ იდგნენ. სიმართლე გითხრათ, მე ნამდვილად ვერ ხვდები, რას ემსახურება ბრალდების ხარისხმიერი ამ მოწმეების დაკითხვა, ვინაიდან არანაირი სახის ახალ არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას ისინი სასამართლოს არ აწვდიან. მათ შორის, როცა გამოძიების ეტაპზე იყვნენ ისინი დაკითხულები, არც ერთი პირი არ ამბობდა რომელიმე 11 პირის მიერ ჩადენილ რაიმე სახის დანაშაულზე, რაიმე სახის ჯგუფურობაზე, შეკავშირებაზე, ორგანიზებაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, ბუნებრივია დღესაც ისევე როგორც წინა პროცესებზე ველოდებით იმას, რომ არანაირი ახალი სახის ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია სისხლისამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის, ისინი სასამართლოს არ მიაწვდიან. რაც ხდებოდა საზოგადოებამ ძალიან კარგად შეხედა, არაერთი პოლიციელი ისწეოდა იმგვარად, ჩადიოდა არაერთ დანაშაულს, თუმცა დღეს გვაქვს ისეთი რეალობა, როცა 11 პირი და სხვა ძალიან ბევრი პირი იმყოფება ბრალდების სკამზე, თუმცა ამ საპიწონედ არც ერთი პოლიციელი დასჯილი არ არის. შესაბამისად, ის პოლიციელები, რომლებიც აქ მოდიან, ემსახურება მიზანს მხოლოდ ბრალდების ხარისხმე რომ დათესოს საერთო მძიმე ფონდი. ეთქვით იმასაც, რომ ამ საქმის ფარგლებში წინა სასამართლოს სხდომაზე უკვე გამოიკითხა ერთი პოლიციელი, გიორგი ზაბახიძე, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი არის აქციაზე დაზარალებული ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც მარჯვენა თვალში მხედველობა
დაკარგა აქციაზე მიღებული დაზიანების შედეგად მანაც სხვა მოწმეების მსგავსად, თუმცა ამჯერად უკვე სხვა საქმეში, როგორც უკვე გითხარით, 8 პირის საქმეზე განაცხადა, რომ მან არ იცის ვინ ესროლა ქვა. მე გეტყვით იმასაც, რომ ამ 11 პირს ვისი სასამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს, პროკურატურა ედავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. არც ერთი მათგანი, არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ არათუ ძალადობრივი ქმედება და კონკრეტულად ის დანაშაული, რასაც მათ ეთავებიან ჩაიდინეს, არამედ არასამართლებრივი ქმედება, დანაშაული მათ საპროტესტო აქციაზე არ ჩაუდენიათ.